მოგესალმებით, მივესალმებით ტელეპირველის მაყურებელს. ცალსახად ერთმნიშვნელოვნად და ძალიან კონკრეტულად ალბათ ქართული ოცნების ანტიეროვნული პროპაგანდის საპასუხოდ უნდა ვთქვათ, რომ საწვავის მიწოდება ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეტანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება. ცალსახად უნდა ხაზი გაუსვათ ამას, იმიტომ რომ საწვავი, ბენზინი არ შეიძლება იყოს ჰუმანიტარული ტვირთი. ჰუმანიტარული ტვირთი არის ჩვეულებრივად მედიკამენტები, ჰუმანიტარული ტვირთია საკვები, ჰუმანიტარული ტვირთი შეიძლება იყოს ვაქცინა, ჰუმანიტარული ტვირთი შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების საგნები ბავშვებისთვის, ჰუმანიტარული ტვირთი შეიძლება იყოს და ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვა, რომელსაც იღებდნენ წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ამას ორი აზრიც არც კი არსებობს. ეს არის მაგალითად ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს არის ჯანმრთელობის დაცვის კონკრეტულად დაცვაზე სხვადასხვა სერვისები, რომელსაც ასევე იღებდნენ და ასევე უნდა მიიღონ. მაგრამ საწვავი ერთმნიშვნელოვნად არ არის არც ჰუმანიტარული ტვირთი, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს იყო კომერციული რაღაც, უბრალოდ არ გვაქვს ჩვენ ძალიან ბუნდოვანი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ეს არის კომერციული მოგებას იღებს აქედან ის ბიზნესი, რომელიც ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით აკეთებს ამას ყველაფერს. ამიტომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ჰუმანიტარული ტვირთი ვერ იქნება საწვავი, რომელსაც კონკრეტული გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, დანიშნულება აქვს ამ ეტაპზე. რატომ არ არის საწვავი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? მოდით შევხედოთ და ჩვენს მაყურებელს ძალიან კარგად კიდევ ერთხელ აუხსნათ და გავახსენოთ. საწვავი არ არის იმიტომ, რომ პირველ რიგში 2022 წელს იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაზე, უკრაინის წინააღმდეგ, რომლის საპასუხოდაც უკრაინას თავდაცვის რეჟიმში, რა თქმა უნდა, მოუწია კონკრეტული სამიზნეების არჩევა და ეს სამიზნეები პირველ რიგში იყო რუსული სამხედრო მანქანის მკვლევავი, ნავთობტერმინალები, რომელიც გადაამუშავებენ, თქვათ, ნავთობის პროდუქტს და შემდეგ აქედან გამოდის ბენზინი. ხო, ეს იყო ჩრდილოვან ფლოტებზე შეტევა, რაც კონკრეტულად დადასტურებულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ, რომ პირიქით ასანქცირებს ხო ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი და სხვადასხვა დასავლური ქვეყნები, ესეთი ვთქვათ ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, რომელსაც გადააქვთ სანქცირებული ნავთობი. ამიტომ, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა იკვებება ძირითადად ზუსტად აი ამ თქვათ ნავთობით გაზით მოპოვებული ფინანსებით, როდესაც რა თქმა უნდა სამხედრო მანქანას სჭირდება ის საწვავი, რომ იმოქმედოს, ხო, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ქმნის ამ შემთხვევაში. ამიტომ მოდით ახლა შევხედოთ ძალიან მარტივად. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომლითაც აკრძალულია ყველანაირი ეკონომიკური საქმიანობა და კონკრეტულად ეს ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც თანხმდება ხელისუფლებასთან, რა ფორმულირებები მოვისმინეთ ჩვენ, ხო? ჯერ ძალიან აბლანდული, ჯერ მოვისმინეთ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება ერთობლივი, მერე მოვისმინეთ, რომ ეს იყო ეხლა სხვათა შორის, რომ ეს იყო მხოლოდ ბიზნესის გადაწყვეტილება, მერე მოვისმინეთ ის, რომ ეს იყო რაღაც ჰუმანიტარული დახმარება და ასე შემდეგ. ანუ ცალსახად პროპაგანდას არ აქვს ძალიან ერთმნიშვნელოვანი პასუხი, იმიტომ რომ ამაზე პასუხი კონკრეტულად არის ძალიან ნეგატიური, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით საწავი და ეს ტვირთი, ანუ ადამიანებს უთხრეს საქართველოს საზოგადოებას, ქართველებს, ქართულ ხალხს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მაგალითად საქართველოს ეროვნული ინტერესები და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ძალაუფლება სათავეში, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, მაგრამ სად არის ბოლო, ვთქვათ, ის წერტილი, სადაც დაიცალა ეს სპეციალური მანქანები, ხო, საწვავი. გადავიდა თუ არა ის სოჩში, ანუ გადავიდა თუ არა არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელთაც ეს ამის გაკონტროლება იქნებოდა შესაძლებელი. ჩვენ არ ვიცით, საზოგადოებას ამისი მექანიზმები არ აქვს. ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები და ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ, რომ ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება. ჰუმანიტარული არ არის ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც აქვს, ვთქვათ, ხელისუფლების ნებართვა. ეს რამდენად შეიძლება იყოს კანონიერი. იცით რა, იმიტომ რომ ამ კომპანიაზე საუბარია, რომ მას აქვს სპეციალური საწარმო
სტატუსი, რომელიც გაუხანგრძლივდა მთავრობის ნებართვით და თავად კომპანიის მფლობელი ამბობდა, რომ ამ სტატუსის შემდეგ მე რამდენს გადავიტან, ანუ ეს ყოველჯერზე შეთანხმება მთავრობასთან მე არ მევალება. ამიტომ მისი ეკონომიკური საქმიანობა როგორ შეგვიძლია ჩვენ რატო აქვს სპეციალური სტატუსი ამ ადამიანის ეკონომიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობის გამტარებელ რაიმე სახის ორგანიზაციას? ანუ რისთვის? ანუ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, ხა ეს ადამიანი სხვა შორის წინა ხელისუფლებასთან იყო ძალიან ისე ახლო კავშირებში და როგორც კი 2022 წელი მოვიდა, პრაქტიკულად აღმოჩნდა ქართული ოცნების მხარეს. მისი ოჯახის წევრი არის ახლა ქართული ოცნებიდან საკრებულოში, ხო? ანუ საკრებულოს დეპუტატი თუ არ ვცდები, ხო, ძმა. ამიტომ რა სპეციალური სტატუსი აქვს, რისთვის აქვს, ანუ როგორ კონტროლდება, სად მიდის ეს საწვავი, მიდის თუ არა, ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება რატომ საიდან გავიგოთ ჩვენ, რომ ის ხელისუფლება, მაგალითად, რომელიც ხმას არიღებს ანექსიაზე და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2026 წელს ქავტორუსუდან 9 მაისს კონკრეტული შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შეთანხმება, სიღრმისეული ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რომელიც დაიდო ცხინვალის რეგიონის მარიონეტულ რეჟიმთან და როდესაც, ვთქვათ, პუტინი გამოვიდა და თქვა, რომ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ვთქვათ, პოლიტიკური, სამხედრო, საზოგადოებრივი და ეკონომიკური კავშირები და ინტეგრაცია და ეს ანექსიის ძალიან სერიოზული ანექსიის მიმართულებით ძალიან სერიოზული გზავნილია ყველას მიმართ და პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ, მაშინ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილმა? ხმა არ ამოუღიათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა გააკეთეს დევნილებისთვის მაგალითად. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცას ადარდებს ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს რაიმე სახის ჰუმანიტარული ან თქვათ ინტეგრაციული პროცესები, ეს ხო არის აი თავიდან ბოლომდე დაკარგული სივრცეში არგუმენტების გამოცვლილი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მტკიცება და დადასტურება. მაშინ თქვენი აზრით რასთან გვაქვს? მე ჩემი აზრით ეს არის და ხო, დავასრულებ იმას, რომ ანუ საწავი და ბოლო დანიშნულება ამ საწავის ჩვენ არ ვიცით, ხო? ჯერ პირველ რიგში ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც არსებობს. ცალსახად მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი, მათ შორის კომერციულ ტვირთს და მათ შორის საწავს ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რუსეთი მართლა დასუსტდეს რუსული სამხედრო მანქანა და სწორედ ამისთვის აკეთებენ ყველაფერს ჩვენი დასავლელი მეგობრები, სანქციებით, პარტნიორები და მათ შორის უკრაინელები საკუთარი თავდაცვით, ხო? ესენი აკეთებენ პირიქით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არ გვაქვს სანდოობა, რომ ეს ძალაუფლება იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ხო? ან მაგალითად თუ აინტერესებთ რა როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები გალში თუ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ რატო არ აინტერესებთ დევნილების ბედი როგორ ცხოვრობენ მაგალითად თბილისში, ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქებში, ხო? ან რატო არ დაინტერესებულან მათი პოლიტიკა, გარდა ამისა უპასუხოდ დატოვებული კითხვები, მათი პოლიტიკა, თუნდაც დევნილებზე ან ანექსიასთან დაკავშირებით, ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკა და უპასუხოდ დატოვებული კითხვები აჩენს ეჭვებს. თქვენ დარწმუნებით შეგიძლიათ გითხრათ, ანუ ეჭვზე უფრო მეტია, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ანუ რა არის ჩემი დობის კოეფიციენტი და ძალიან ბევრი მოქალაქის ანტიეროვნული ძალის მიმართ, ქართული ოცნების მიმართ, ეს არის ნულოვანი, რა თქმა უნდა, ნულოვანი ხარისხი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არავითარი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მცდელობა ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ გვინახავს, მათ შორის იზოლაციაში მარტო დარჩენილი ქვეყანა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვართ იმ ბანაკში, სადაც არის ისეთი ქვეყნები და ისეთი რეჟიმები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო და თქვათ ეკონომიკურ დახმარებას უწევენ რუსეთი, რომელიც არის ჩვენი მტერი. პრინციპში რა არის გამორიცხული ახლა, ეს არის კოჰორტა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც დღემდე საქართველოს აბრალებს რუსეთის შემოჭრას საქართველოში. ხო, ამიტომ არა მხოლოდ ნულოვანი ხარისხი, არამედ ძალიან მარტივად. მე მგონია, რომ ისინი მართლა ესაუბრებიან რუსებს, ანუ მე ამას არ გამოვრიცხავ ყოველ შემთხვევაში. ანუ პირდაპირ საუბარი ხა თუ ჩვენ ძალიან არგუმენტირებულად, ისტორიულად შეგვიძლია ბოლო წლების განმავლობაში გადავხედოთ რაღაცა ძალიან ბევრ ფაქტს. პირველი ეს იყო, რომ მათ ვთქვათ, რაღაცა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც იყო ჟენევის ფორმატი, ჩაანაცვლეს, უბრალოდ გააპასიურეს და გაააქტიურეს პირდაპირ მოლაპარაკებები. ეს ჩვენ გვახსოვს კარგად კარასინის ფორმატი, აბაშიძე
კარასინის ფორმატი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კავშირები, არაფორმალური კავშირებიც მათ შორის. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეს არის ქვეყანა, ეს არის ძალა, სადაც მთავარი პროკურორი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა წლების განმავლობაში კორუფციის გარდა იყო რუსეთის ჯაშუში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის, ვთქვათ, ისეთი სისტემა, რომელიც რუსული ამომცნობის სისტემების, ალგორითმების, ესე ვთქვათ, მთელი მეშვეობით რუსეთთან კავშირები, მე ხარ დავწერე კიდევაც რამოდენიმე კვირის წინ, რომ პირდაპირ ეს ალგორითმები, რომელთაც სახის ამომცნობი ალგორითმები, პირდაპირ ეს კომპანიები დაკავშირებულია ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ევტუშენკოვი, გახსოვთ ალბათ, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ნულოვანი ხარისხი ნდობის არის სახეზე, მაგრამ ასევე კიდევ ვიმეორებ, ეს არის რისკი ძალიან სერიოზული, რისკი რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის ზუსტად ამ ანტიეროვნული დამანგრეველი სუვერენიტეტის ჩვენი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკით, რა თქმა უნდა, ვთქვათ, ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები და ამ შემთხვევაში რუსეთია, რა თქმა უნდა, საუბარი, მეტწილად რაღაცნაირად, ვთქვათ, იპოვონ ის სივრცე, სადაც შეიძლება გაირეცხოს ფული, კრიპტოვალუტა, მაგალითად და ამ რისკებზე გკითხავთ აუცილებლად. და ასევე მაგალითად, სადაც არ ვიცით, ეს საწვავის საბოლოო დანიშნულება რა იყო და კიდევ ვიმეორებ, თალსახად, ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად, როგორც ერთი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჰუმანიტარული ინტეგრაციული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვაზე მე, მაგალითად, რუხის ავადმყოფო ხო, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და ის სერვისები, რომელიც ნამდვილად უნდა გაგრძელდეს და უნდა მიეწოდებოდეს ჩვენს თანამოქალაქეებს და იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ აქაც ცხოვრობენ დევნილები ძალიან მძიმე პირობებში და ისინი არავის არ გახსენებია წლების განმავლობაში და ასევე კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი ზუსტად ეროვნული ინტერესების. კი ბატონო, აი ამ რისკებზე გკითხავთ აუცილებლად. უბრალოდ თქვენ ამბობთ, რომ არის საუბრები რუსეთთან, ანუ ფიქრობთ, რომ რუსეთისგან დავალება წამოვიდა ახლა? თუ რატომ დასჭირდა, რისთვის სჭირდება რუსეთს, რომ ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგომარეობა შეამსუბუქოს? მე მაქვს საპასუხო კითხვა მათ შორის ანტიეროვნულ ძალასთან, ანტიქართულ ოცნებასთან, ხო? ანუ მე რო ვიყო, ვთქვათ, ესე აქ რომ ისხდან, აუცილებლად ვკითხავდი, იციან თუ არა მათ საბოლოო დანიშნულება სად იყო ამ საწვავის და სად დაიცვალა ეს საწვავი და რა გარანტია აქვს საქართველოს? ობახიძე არ ჩანს, ვინც ამ ხო, არა, ეს მაქვს ეს კითხვა, რა გარანტია აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ძალიან მარტივად, რომ ეს საწვავი არ დაიცალა მაგალითად და არ აღმოჩნდა რუსული ბაზების, ვთქვათ, რაღაც იქ ნავთობ ტერმინალებში, ხო? ანუ ამისი გარანტია ხო არ არსებობს. ვერც გავაკონტროლებთ, ისევე რომ ხო, მაშინ თუ ვერ გააკონტროლებთ, მაშინ რატომ იღებ ამ ხელა რისკს და რატომ აყენებ ქვეყანას ამ ხელა რისკის ქვეშ, ხო? ისევე როგორც ჩვენ მაგალითად რამოდენიმე წლის წინ შეიძლება საერთოდ ვერ გვეფიქრა ის, რომ წლების შემდეგ საქართველოს, რომელიც მოწინავე პროდასალურული ქვეყანა იყო რეგიონში და ლიდერი რეგიონში, ვთქვათ, საფრთხის ქვეშ დადგებოდა, რომ აქ რუსული ფულის სამრეცხაო, კრიპტო ბირჟები და კომპანიები დასანქცირდებოდნენ ამერიკელების და ბრიტანელების მიმართ. ხო, ჩვენ ამაზე ხო წარმოდგენა არ გქონდა, ისე ხა მე შეიძლება ეს წარმოდგენა წლების განმავლობაში მქონდა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი რას წარმოადგენს, ისევე როგორც მე ძალიან კარგად მახსოვს, მე და თქვენ საუბრობდით, ეხა 2013 წელს პირველი შეტევა, ვთქვათ, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, იყო ძალიან სერიოზული კამათი იმაზე, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მომხდარიყო, ვთქვათ, ოკუპაციის კანონის, ხო, ანუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების კანონმდებლობის და იქ რაღაცა გადახედვა დაიწყეს. პირველივე, ვთქვათ, ესე წლებიდან ესე მოდიოდა, მაგრამ ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, როდესაც შენ ძალაუფლება, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ქვეყანაში შავმა ფულმა იმოძრაოს, კოლ-ცენტრებმა იმოძრაოს, ქვეყანაში გადარიცხვა, გადმორიცხვა, ვთქვათ, რუსეთში გამარტივებული იყოს კრიპტობირჟებით, ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი ეს ახლა ძალიან მარტივია, თქვენ საუბრობდით შესავალ სიტყვაში, რომ არ შეუერთდა ირანის წინააღმდეგ სანქციებს. საქართველოს არ არის ამ ჩამონათვალში, ხო? ანუ ძალიან მარტივად დასანქცირებულია ერთ-ერთი კომპანია, რომელიც იყო პირდაპირ, არ ვიცი, ხა რეგისტრირებული საქართველოში, ხო? ანუ ყველაფერი ჩვენ რო დავალაგოთ ძალიან ესე თაროზე, ხო? ჩდება მარტივი კითხვა. რა თქმა უნდა, ნული ხარისხის ანდოობის, მაგრამ ასევე მიუღებლობა იმის,
რომ ჰუმანიტარულად და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესად ჩათვალო ის, რაც არ არის კონკრეტულად, მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა ხდება შემდეგ, სად მიდის ეს საწვავი. მეორე მხარეს ან რატომ ეხმარები შენ რუს ტურისტებს მაგალითად? აი კითხვები არის მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხად დაადასტურა პრინციპში, როგორც ვახსენე, ეს ინფორმაცია მათგან არ გახმოვანებულა. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჰუმანიტარული დახმარება რომ ყოფილიყო, შეიძლება პირველები თავად ეთქვათ, მათ ეთქვათ, რომ აი ასე ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. მაგრამ მე ის კითხვა მინდა რომ გავიმეორო, ანუ რუსეთი რომ განიცდის დეფიციტს და ასე შეფერხებით აწვდის საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთს, ეს ცნობილია, მაგრამ რატომ დასჭირდათ, ან ზოგადად რატომ დასჭირდა, ან რამდენად შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადაიტანოს საწვავი და იქ შეამსუბუქოს მოქალაქეებისთვის მდგომარეობა. აი რატომ ჩათვალა, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ხელში არის? რუსეთმა. რუსეთს რატომ დასჭირდა? არა, ძალიან მარტივია რუსეთის მიზნები ამ შემთხვევაში, რომ საქართველო იყოს მის მხარეს. ანუ ძალიან მარტივია. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს ის, რომ რატომ ხდება ის დღეს რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენ ვხედავთ და საქართველო უნდა დაამტკიცოს ყოველ ჯერზე, რომ მის მხარეს საწყობების დაბომბვა, ეს რაც არის მართლა რეალური შეტევა უკრაინელების ტექნოლოგიური გარღვევის შემდეგ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე. ნავთობტერმინალების განადგურება, რაც არის თავდაცვითი ომი პირველ რიგში და ხო თქვა ზელენსკიმ, როდესაც თქვა, რომ დოქტრინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მე სულ საუბრობ, რომ პუტინმა მოახერხა ის, რომ მისივე დაწყებული ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადმოიტანა, ეს თვალნათელი მაგალითია, ხო? ანუ ტექნოლოგიური გარღვევის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა, უკრაინის ტექნოლოგიური გარღვევის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა სუსტდება და ამ ტექნოლოგიური გარღვევის შემდეგ ძალიან სერიოზული კონკრეტული სამიზნეები აქვს უკრაინას. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის, როდესაც ის ამბობს, რომ მას სჭირდება ამ სანქციების კონტექსტში, რომელიც ძალიან ვიწროა უკვე და პრაქტიკულად ეკონომიკური ვითარება ძალიან მყიფეა რუსეთში, ხო? სჭირდება მოკავშირე ბევრი რომ ამ სანქციების კონტექსტში რაც შეიძლება ვთქვათ მეტი სივრცე კონდეს და ვთქვათ საქართველოს იყენებს ხო საქართველოს ტერიტორიებს ამისთვის ეხლა მე ამას პირველად ხო არ ვამბობ ამ საქართველოს მოქალაქეებს პირველად ხო არ უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით ეჭვი ამიტომ ესე მოწმენდილ ცაზე მაშინ როდესაც ხო რაღაც სერიოზული სამიზნეების განადგურების შემდეგ რუს ტურისტებს რომლებიც არიან ისვენებენ სოჩში ისვენებენ სხვადასხვა თქვათ ქალაქებში ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ თქვათ რუსეთის ქალაქებში მათ შეექმნათ და ეს ხო ფორუმებზე ჩანს ყველაფერი ხო ამიტომ ეს როდესაც აი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხდება პასუხი არის ძალიან მარტივი პასუხი არის მხოლოდ ძალიან მარტივი რომ საქართველო მიიბას ეკონომიკურად ისედაც ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა რომ ჩვენთან ნამდვილი მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია არ იყოს დასავლური ეკონომიკური ინვესტიციები როგორიც ახლა სომხეთში ხორციელდება და იყოს რაღაცნაირად ძალიან ძიმე, ვთქვათ, ჩაშვებული ეკონომიკა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთსა მეტი დამოკიდებულება იყოს, ანგარიშვალდებულება არ იყოს, დასავლური ინვესტიციები არ იყოს. ამიტომ ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება. კიდევ ვიმეორებ, რომ აქ რომ იყოს ნებისმიერი მათი წარმომადგენელი და თქვენც ალბათ მოგეცემათ ეს შეკითხვას დაუსვავთ ალბათ სად იყო საბოლოო წერტილი, სადაც დაიცვალა ეს საწავი და რა გარანტია აქვს საქართველოს სახელმწიფოს, მე არ ვსაუბრობ ანტიქართულ ოცნებაზე, რომ ეს საწავი არ წავიდა და არ მოხმარდა რუსეთის ომის მანქანას. რა საფრთხე ჩნდება იმ შემთხვევაში, ახლა ჩვენ მკითხებზე ვსაუბრობთ, თუმცა ბუნებრივია ამას მეტი პასუხიც სჭირდება და ალბათ მეტი მტკიცებულებაც, მაგრამ თუ კი დადასტურდა, რომ საქართველო ასე დაეხმარა რუსეთს ან საოკუპაციო რეჟიმს, რა რისკის წინაშე ვდგებით ან ქვეყანა ან კომპანიები რომლებიც უშუალოდ ამ პირველ რიგში ეს რისკები ჩვენ ახლა პირველად არ არის რასაც ამ რისკებს თვალს ვადევნებთ ხო ეს არის რისკები მაშინ როდესაც ძალიან ბევრი კომპანია მათ შორის ირანთან და რუსეთთან კავშირში საქართველოში დასანქცირდა ხო ზოგი არაფორმალური თქვათ რეგისტრირებული მისამართებით ზოგი ფორმალური მისამართებით კრიპტობირჟები კრიპტოკომპანიები 300 მილიონი რო გაათეთრეს თქვენ იცით ხო რამოდენიმე კვირის წინ ამაზე საუბრობდით მეც და თქვენც პირადად როდესაც 300 მილიონი გაათეთრეს და მთელი ინტერპოლი სანამ არ ჩაერთო პოლონეთიდან გამოძიება არ დაიწყო მანამდე საერთოდ საქართველოს შესაბამის ინსტიტუტებს ხმა არ ამოუღიათ ხო ეს ხო არ არის რეალურად ის ახალი ამბავი რასაც ჩვენ თავს ვადევნებთ ეს არის საქართველოს ტერიტორიის გადაქცევა კონკრეტულად ძალიან შავბნელი საქმიანობისთვის რაც ბიძინა
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ძალაუფლების საბოლოოდ გასამტკიცებლად გამოიყენოს, თორე აქ არავინ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მართლა სერიოზული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება კონდეს ჯანდაცვის ან პირველადი პროდუქტების. რაზეც მუშაობს პრინციპში ახლა პროპაგანდა, რომ თითქოს ეხლა და ამიტომ პროპაგანდის აპასუხოთ მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენ პირველად არ არის ამას რაც უყურებთ. ამას უყურებთ ჩვენ უკვე წლების განმავლობაში დასავლელი პარტნიორების და მეგობრების განდევნა საქართველოსთვის ომის დაბრალება, რაც შეიძლება რუსეთმა ძალიან აქტიურად და იყენებს უკვე, საქართველოს და ანტიერონული ძალის ხელისუფლების პოლიტიკისა და კრემლის პოლიტიკის თანხმედრა, როდესაც თქვა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში, განსაკუთრებით ისტორიის გადაწერაში ძალიან კონკრეტული თანხმედრა არსებობს, ანექსიის მცდელობაზე სიჩუმე ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, არც ერთი ჩვენი საერთაშორისო მეგობრის, ასე ვთქვათ, მიმართ თხოვნა ძალის ხმების ჩადების, აი ამ თელა ანექსიისკენ მიმართული, ვთქვათ, რუსეთის ვთქვათ, ეს რაღაც პროგნოზი, რომელიც მათ გააკეთეს და დაანონსეს და გვიანონსეს ჩვენ ყველას, არც ერთი მიმართულებით, ხო? ანუ ეს არის მთელი კასკადი მოღალატეობრივი ქმედების. სხვას კი არაფერი, ხა მე არ მიყვარს ამაღალი განცხადებები, მაგრამ სხვას კი არაფერი არ გაგრძელებს. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც კონკრეტული მიზნით თანმიმდევრულად მიდის, ეს არის აი საფრთხე. რა საფრთხეა სამომავლო? დავასრულებ, ეს არის საფრთხე საბოლოოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ, ანექსიაზე შენ არ საუბრობ და არ საუბრობ იმაზე, რომ მართლა ძალიან სერიოზული მიზნობრივი, ვთქვათ, ანექსიის მცდელობებია რუსეთის მხრიდან და ამას ყოველდღიურად ჩვენ უყურებთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატია. მათ შორის, როდესაც მოშლილია მთლიანად ყველა სახელმწიფო სისტემა და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს, კორუფციით, კლეპტოკრატიით, ოლიგარქიით, არავითარი ანგარიშვალდებულება, ანუ როგორ შეიძლება რომ ანგარიშვალდებული პასუხისმგებელი ადამიანი ქვეყანაზე გამოდიოდეს და თქვას, რომ მე რაღაცა ბიზნესმა მითხრა, მთხოვა, ჩა და გავატარე ეს, ეხლა რას ნიშნავს ეს ოკუპირებული ტერიტორიებია, იქ რუსეთია დამპყრობელი, რუსეთს აქვს ის ოკუპირებული, ხო? ანუ ძალიან მარტივად იქ შეიძლება ძალიან ისეთი ბევრი პროცესი მოხდეს, რომელიც ეხლა ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წუთას შეიძლება ბოლომდე ინფორმაცია არ გქონდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ხო გამოვა ქალტორუსიდან, ეს ხო არ დაიმალება, აქ ხო ძალიან ბევრი სადაზვერვო ინფორმაცია გროვდება წლების განმავლობაში, რომელმაც შეიძლება მართლა რამოდენიმე თვის შემდეგ, რამოდენიმე წლის შემდეგ რუსეთს ახასიათებს ზოგადად აი ეს კაკებეშნიკური, კრემლისტური რაღაც ესეთი არა მხოლოდ 90-იანების ან ეხლა თანამედროვე რუსეთში, მაგრამ ახასიათებს ერთი ძალიან სერიოზული, ღია, ასე ვთქვათ, გაცხადებული რაღაც ნიღბის ჩამოხსნა თვითონ მისივე მოკავშირეების, ხო? ანუ ძალიან მარტივად. ამიტომ საფრთხე არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის იმ ფორუმებზე რაც იწერება, ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა ვიცი, გასაგებია, შევიდა ამხელა მთელი რეზონანსი ქონდა, საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, რაღაც რეზონანსი იყო, გამოვიდნენ მარიონეტული რეჟიმის ოფიციალური პირები, გუმბა და ეგრეთ წოდებული ენერგეტიკის მინისტრი და საერთოდ არაფერი არ უთქვათ, ხო? ანუ თუ ეს ჰუმანიტარული დახმარება იყო, თუ ეს ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები იყო, ხო? ანუ მაშინ რას ნიშნავს საწავიდა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი, ვთქვათ, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროდუქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელშიც ვერ კონტროლდება ვერავით არის სხვა ძალის მიერ თუ არა რუსების მიერ, ხო? ანუ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რატომ არ გვაქვს თქვენი აზრი და მოქალაქეების დაცვაზე და მათ შორის ჰუმანიტარულ მისიებზე, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით, არავის არასდროს უარი არ უთქვავს. და ბოლოს კითხავთ მაინც რითი შეიძლება ავხსნათ აი ეს პასუხგაუცემელი კითხვები თქვენი აზრით პასუხები არ აქვთ, მათ ინტერესში არ შედის ამაზე ბევრი საუბარი. საუბრობ მათ შორის კობახიძეზე, რომელიც არ ჩანს და დეპუტატების მეშვეობით ვიგებთ აი ასეთ განცხადებებს, რომ ვერ გავაკონტროლებთ ჩვენ იქ რა შევა, უბრალოდ რა შევა გავაკონტროლებთ, იქ მივა თუ არა ადრესატამდე ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ და კალაძის აი კიდე არა ასეთი მოკლე პასუხები. თქვენ
თქვენი აზრით რისთვის ემზადებიან, ან რატომ არ აქვთ, რატომ არ არის ეს პროცესი ისეთი გამჭვირვალე, რომ ჩვენ ამდენი დღე კითხვები არ დავსვათ, ხომ? იცით რა, კითხვები რომ არ გვაქვს, ჩვენ ძალიან ამ პროპაგანდის ნიაღვარში ძალიან ხშირად გვავიწყდება ხოლმე მთელი თქვათ არქიტექტურა იმ საინფორმაციო ველის და ზოგადად იმ განცხადებების, რომელსაც აკეთებს კობახიძე და თქვათ ბიძინა ივანიშვილის სხვა მსახურები, ხო? რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ძალიან მძიმე ტრაგიკული დღეები იყო საქართველოსთვის, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ იყო საქართველოს და რუსეთს შორის ომის მაშინ, როდესაც ჩვენ რუსეთი თავს დაგვესხა ძალიან აქტიური ცხელი დღეები და ჩვენი ისტორიისთვის, მემკვიდრეობისთვის, ჩვენთვის ძალიან სერიოზული, სენსიტიური, ძალიან გრძნობიარე თემაა. მაშინ კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა არის ის თუ როგორ არ არის ის თუ როგორ იცხოვრობს ქართველი, არამედ როგორ იქნება რუსი, ხო? აი რუსოფობიაზე, როდესაც მთელი ეს პოსტულატი და მთელი კონცეფცია ჩამოაყალიბა. უკაცრავად ხარ რუსოფობია, ეს არ არის კობახიძის მოგონილი, ეს არის ჩვეულებრივი რუსული შოვინისტური პროპაგანდის გამოხატულება, რომელსაც ძალიან სერიოზული მძლავრი იმპულსი მიეცა. მაგალითად, არ ვიცი 2021 წელს პირველი ესეთი რუსოფობიაზე, ესეთი ანტიდასავლური და თქვათ რაღაც ესეთი ომის რიტორიკით გააჟღენთილი გამოსვლა ქონდა პუტინს 9 მაისის აღლუმზე, სხვათა შორის 2021 წელი იყო, ხო? ამიტომ ჩვენ გვავიწყდება ყველაფერი ანტიდასავლური რიტორიკა, მეგობრების დატოვებული გარეშე დატოვებული საქართველო, რომელსაც მთავარი ეკონომიკური კავშირები აქვს ისეთ ქვეყნებთან, რომლებმაც გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია და სტაბილურობის გარანტია არ შეიძლება მოქცენ და საქართველო, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღვირახსნილი პროპაგანდით ღიად ილაშქრებდა დასავლეთის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩით მარტო სრულიად დაუცველები. აი ამ ვითარებაში ახლა მე ვსვავ ძალიან მარტივ კითხვას და კიდევ ამ კითხვას გავიმეორებ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა და როდესაც თქვენ გიქნებათ შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა დაისვას ეს კითხვა და დასვას საზოგადოებამ. რას ემსახურებოდა ეს მთელი, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული გზავნილი პირველ რიგში და რა გარანტია გვაქვს იმის, რომ ეს საწვავი არ მოხდა იქ იმ ადგილას, რომელმაც შეიძლება გააძლიეროს, ვთქვათ, რუსული სამხედრო მანქანა, ან ხელი შეუწყოს რუს ტურისტებს, რომლებიც, ვთქვათ, ზუსტად ისვენებენ სხვადასხვა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სხვადასხვა ქალაქებში. ძალიან მარტივია პასუხი, ხო? ამიტომ აქ არავითარი, ვთქვათ, რაღაცა ხალხზე მზრუნველობა ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ოცნების კონცეფცია და პარადიგმა რო არ არის, ეს ძალიან კარგად ვიცით. მადლობა ხატია დეკანოიძეს გუსმენდით. ერთი გამინდა დავამატო, აი ეს ადამიანი, რომელიც არველაძე ხო, რომელიც გიორგი არველაძე, დიახ. მე მართლა მაინტერესებს, ანუ აქვს თუ არა მას გათვითცნობიერებული და ყველა იმ ბიზნეს, რომელიც ჩართული იყო ამ ყველაფერში, რამხელა სანქციების ტალღა შეიძლება მას წინააღმდეგ წამოვიდეს. ძალიან რომ უყვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიარული და დასავლეთში სიარული და ძალიან ბევრ სიკეთეს რომ იღებენ დასავლეთიდან და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან და მეგობრობიდან, ხო? იმიტომ რომ ეს როგორც გითხარით, მთელი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამაზე მეტი გაცილებით ინფორმაცია შეიძლება კონდეს, ვთქვათ, კონკრეტულ იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც შეიძლება წლების განმავლობაში ეს გამოაშკარავონ, რა თქმა უნდა. მადლობა ხატია დეკანოიძეს. მე თქვენ დაგემშვიდობებით, ჩვენ საუბრობდით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.